სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა ამინ. ზმანოდან ის შეწევნით ჩვენ გავხსენით მეორე ტაძარი უდიდეს წმინდანების სახელზე დავით და კონსტანტინეს სახელზე ხუთშაბათს იყო კურთხევა და საზეიმო წირვა რომელიც შეასრულა მაღალყურადო სამღვდელოებისა მოდერნმა მთავარეპისკოპოსმა იაკობმა თანამწირველები ვიყავით ჩვენი მეგობარი ბლებიც და ყველაფერმა დიდებულად და კარგად ჩაიარა. ამის გამო ზმანოდანო ჩვენ რა თქმა უნდა ქადაგებისთვის ვეღარ მოვიცალებთ მე მოვიცალე ქადაგებისთვის იმიტომ რომ როცა ასეთი სამზადისი ასეთი მნიშვნელოვანი მოვლენა რა თქმა უნდა კიდევ ორშაბათს სამზადებული ვერ დავდე დღეს უდიდესი დღესასწაულია ქართველთა გრიგოლ ხანძთელისა და მთელი დასის აუკლარჯეთში გავწმინებულ მამათა და დედათა ზმანოდანო მაგრამ რო არ შევეხოთ ამ საკითხს გამორიცხულია მაგრამ კიდევ ამბობ რომ ხელა ენერგია, ხელა ემოცია ყველაფერი დავხარჯეთ ჩვენ ამ მოვლენასთან დაკავშირებით ხუთშაბათს რომ ყოველნაირი ძალა, ენერგია გამოცდილ მაქვს პარასკევს წირვა ჩავატარეთ მერე შაბათსაც და მოკლედ ისე დღეები რო იყო რომ მხოლოდ პარასკევს საღამოს ზვლივ სამოწერე რაღაცა დიდებული აგიოგრაფიიდან მერე უშინ და მოკლედ დღესაც თითქმის ღამე ნათელი მოვედი აი მე მინდა წავიკითხო რაღაც მოვით ვარ მოსული რადგან დღეს დიდი სულიერი ზეიმია ძალიან დიდი სულიერი ზეიმია ზმანოდანო ეს პერიოდი ეს ორი ღამე გადავეშვი აგიოგრაფიასა და ჰიმნოგრაფიის ოკეანეში და დღეს მოვედი აი ესეთი განწყობით წავიკითხავ ახლა ანუ აღნიშნო დავით და კონსტანტინეს ტაძრის კურთხევის და ის საზეიმო წირვა და შემდეგ ნუგეში ტრაპეზი რომელიც ესე იგი წოდებულ აქვს ნუგეშინის სემა სრულიად სამართლიანად იმიტომ რომ როცა საერთოდ ახლა ვინც არ შრომობს არ უნდა ჩამოსო პავლე იძახს მაგრამ როცა ბევრს იშრომებ და ტრაპეზზე დაждები და მით უმეტეს წირვის შემდეგ სულ სხვა გემოვა და სულ სხვა რამ არის ტრაპეზის ზმანოდანო ნამდვილად არის ნუგეშინის სემა აი მოკლედ რა იყო ეს თქვენ ძალიან ბევრი ხალხი იყო სადაგიდრე იყო მაგრამ მაინც მეუფე ძალიან გახარებული იყო და მან თქვა ესეთი სიტყვები მე შემდგომ გამადავიყავი სუფრაზე და მეუფეს უთხარი სადღეგრძელოში რომ მეუფე თქვენ სიტყვებს მარადიულს გავხდით თქვენ სიტყვებს უგზავად გავხდით მე უთხარი რომ იმიტომ რომ ყველა სამართალოს ემახსოვრება ეს სიტყვები მეუფე გვითხრა რომ შემოვიდა დავით და კონსტანტინეს ტაძარში ჯერო არ არისო ნაკურთხე და უკვე გძნობ დიდ მადლსო აქო ამ ტაძარში და საერთოდ აქ აი ამ გარემოში ზმანოდანო ნამდვილად უხდავ ხოთ ჩვენ ეს სიტყვები რომ იმის უხდავ საყოფად რომ აქ უდიდესი ღვთის მადლია დავანებული ზმანოდანო მერე ვაკურთხეთ ტაძარი მეუფე თქვა სიტყვა მოკლედ ძალიან დიდი სულიერი ზეიმი იყო და შემდგომ გადავინაცვლეთ სანუგეშოდ სატრაპეზოში ჰომოსექსუალისტებზე ილაპარაკებენ ჰომოსექსუალისტები როგორც ადამიანები ზმანოდანო სულ იმეორებენ ვინ შეიწყალებს მათ თუ ისინი შეინალებენ და ვინ იქნება მათ გვერდით თუ არა ჩვენ მართლმადიდებელი ეპისკოპოსი მღვდელი მრევლი თუ არა ჩვენ ვინ დადგება მათ გვერდით თუ გვიყვარს ეს პიროვნები რომ ჰომოფობიები ხართო და ასე შემდეგ გვაბრალებენ ზმანოდანო თუ გვიყვარს ქრისტიანებს გვიყვარს ეს ადამიანები
როგორც ჩვენ ღრმართმენით გზააბნეული და ძმა, მაგრამ დანი და ძმანი, მაგრამ ჩვენ გვიყვარს ისინი ძმანო და დანო. Როგორც შეიძლება ქრისტიანს არ უყვარდეს ადამიანი, ვინდა ჰომოსექსუალისტი იყოს და ვინდა ვინც იყოს, ძმანო და დანო, თვითონ აბრაამი როგორ ეხვეწება ღმერთს, სოდომი არ დასაჯო და ეს იმიტომ მოსდის აბრაამს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ისინი ასეთ სოდომში გადაშვებული იყვნენ, როგორც ადამიანები, უყვარს აბრაამს ისინი ძმანო და დანო. და არა რაღაც ეგოისტური იმით, რომ მარტო ლოთისთვის კი არ იკითხავდა. მათთვის იკითხავდა, როგორც ადამიანი უყვარდა აბრაამს ძმანო და დანო. ყველა ადამიანი სოდვილიც და ასე რომ, მაგრამ ჩვენ მიჯნავ თვითონ ეს სოდვა არის ერთ-ერთი უღრმესი სოდვა ძმანო და დანო და საშინელი, რომელიც ჯოჯოხეთისთვის ამზადებს ადამიანს. და აი ჩვენ სხვათა შორის ახლა ცოტა კიდე გადავუხვიე მოკლედ დღეს ისეთი რამ უნდა ამოვწერე როგორც იქნა და წავიკითხო, მაგრამ მინდა ჩავთო რაღაცნაირად ვისარგებლო, გამოვიდა ესეთი რაღაც კანონი ბრძანება არ ვიცი, მაგრამ ნამდვილად ვიცი რომ ძალაში იქნება 2023 წელს, იმიტომ რომ ძალაში იქნება 2023 წელს, რომ საერთაშორისო სერიოზულ ფესტივალზე კანის თქვა და ოსკარის და ასე შემდეგ არ წარიდგინება ფილმი თუ მასში არ იქნება ესე იგი LGBT საზოგადოების პატივისცემა, LGBT საზოგადოების საერთოდ LGBT პატივს კიდე გიმეორე რომ ჩვენ ადამიანებს საერთოდ არ იქნება ეს თემა როგორც ნორმა ესე იგი და ვერ გაიმართებს გასაგები ესე იგი რომ ეს არ არის ხა ძალადობა, ეს არ არის კომუნისტურ ცენზურაზე ვარესი ცენზურა რომელიც იყო ძმანო და დანო კომუნისტების დროს ფილმებზე იქ კიდე რაღაცას გააძვრნენ და რაღაც სასაუბრო ფილმებს იღებდნენ ქართველები განსაკუთრებით ძმანო და დანო. აი რა დროში ვართ და რა ფაზაში შევდივართ ძმანო და დანო. და ესე იგი მოკლედ დამთავრდა არაჩვეულებრივი ზეიმი ქონდა სულიერი ძმანო და დანო. ალბათ ამ თემას კიდე დავუკვირდებით. აქ არაფერია გასაკვირი რომ ესე გადავხევით ამ სუფრას, იმიტომ რომ როცა მოუგზავდება განსაკუთრებით ეპისკოპოსი თავის ამალით სტუმრები, ის ჩვენი კტიტორები, საპატივცემულო ადამიანები ყოველთვის ჩვენ გვინდათ რომ თავი მოვაწონოთ, ესე იყო როცა მართამ, როცა მოვიდა მაცხოვარი მის სახლში, ლაზარეს და მარიამის და მართამ დაიწყო იქ მთელი სამზადისი, იმიტომ უთხრა მაცხოვარს, უთხარი ჩემ დას, რომ მომეხმაროსო, ხოლო მარიამ იჯდა ფეხებ ქვეშ და უსმენდა ქრისტეს, იმიტომ არ აინტერესებდა არაფერი, მართლაც საოცარი იყო და მაშინ მაცხოვარმა უთხრა, მართა, მართა, ზრუნავ და შფოთხარ, აქ ერთი ასა ზრუნავი და მარიამა სწორი გამოირჩია, ესე იგი სწორად მოიქცა, რომ ჩემს სიტყვას უსმენს, ეს არის თავარი, მაგრამ რა თქმა უნდა მაცხოვარმა არ უგულებელს ხო მართას შრომას ძმანო და დანო. მოკლედ ასე იყო და დღეს მე მოვედი არ შეიძლება დღეს ძმანო და დანო რომ მოკლედ მაინც არ განვიხილოთ, არ შევეხოთ ამ დიდებულ აგიოგრაფიულ ნაშრომს, ეს არის ჩვენი სიამაყე ძმანო და დანო. ვერ გამოვნახეთ დრო რომ დავждდე, დავიწყოთ, თუნდა ამით ჩვენ შეკრებები, თუნდა ამით გიორგი მერჩულეს, გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება, ეს არის სხვა სიბრძნე, ეს არის სხვა მასალა ძმანო და დანო, ჩვენი აგიოგრაფიული დიდებული ძეგლი, რომელიც არის ძალიან საკმაოდ ბრიტანიანი, 100 გვერდიანი ძმანო და დანო. ამას შეიძლება უწოდოთ, ნამდვილად შეიძლება თამამად უწოდოთ რომანი. მართალია უფრო სულიერი ცხოვრების ასპექტები აქ განხილული, მაგრამ რომანია მთელი თავის ყველაფრით, თავის უამრავი ადამიანებით, მეფეებით, თავადებით, უბრალო ხალხით, ყველა აქ შემოყვანილი, როგორც შექსპირის როხავს შემოყვანილი უამრავი ადამიანი. აი ეს აქ ყველაფერია, თან ძალიან საინტერესო ამბებია, ყოფითიც კი სიყვარულის ამბებია მოთხრობილი, ხო? აშოც რომ ქალი უყვარდა
მოთხრობილია, გადმოცემული არაჩვეულებრივად რა არის ოჯახი სინამდვილეში და როგორ პატივი უნდა ცოლს, ჭეშმარიტ ცოლს და რაც არ უნდა სიყვარული იყოს სხვა ქალისა, ეს ეშმაკებულია ძმანოდა და რამდენ საკითხს იტევს. მოცემულია მეფეების ცხოვრება, შვილების აზრდა, ძალიან ბევრი ძმანოდა და მე ახლა არეულ-გარეულად რადგან ვერ მოვახერხე, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს არეულ-გარეულად ამ მარგალიტებს მოგაწვით, გინდა არეული იყოს, გინდა დარეული, ეს მაინც ბრილიანტებია ძმანოდა და რომლითაც ჩვენ გავდიდდებით. ერთი რამაც მინდა პირველი შევეხო ძმანოდა და არის გავრცელებული, რომ ესე იგი ჩვენი ბაგრატიონი გავრცელებული როგორ უფრო კომუნისტების დროს იწერებოდა ზოგს ეხლაც მოწონს ეს აზრი, რომ აშლის ჩვენი მეფეები ბაგრატიონები არ იყვნენ, ესე იგი დავით მეფისგან არ მოდიოდნენ და ეს რაღაც მოგონილი ამბავია. ამას ამბობს ისეთი უდიდესი გენიოსი მეცნიერი როგორც პავლე ინგოროპა, მაგრამ ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ პავლე ინგოროპას ეს მხოლოდ და მხოლოდ ვარაუდია ძმანოდა და ის კი არ ამტკიცებს ამას, თუმცა ცდილობს და ამბობს, რომ ნამდვილად აქედან გამოგვიღებენ და ვიფიქროთ, მაგრამ უნდა ვიფიქროთ ამბობს და არა ის რომ ასე რომ ეს ვარაუდი. მე უბრალოდ მინდა ამხელა ბუნბერას კაცს, რა თქმა უნდა, მე ვერაფერს ვერ ვთქვი ამ ბუნბერას, პავლე გულისხმობ, პავლე ინგოროპას მას ჩვენ ვინავართ პავლესთან შედარებით, მაგრამ ძმანოდა და მე მინდა არა ჩემი ნაზრებით, არამედ თვით ამ ნაწარმოებიდან გავაბათილო ეს საშინელი აზრი ძმანოდა და თქვენ გახსოვთ და მე ისევ გავიმეორებ ძალიან მიყვარს, როცა აშოტ კურაპალატთან მიდის გრიგოლ ხანძთელი დაადებს ხელს და ეუბნება დავით წინასწარ მეტყველის და უფლის მიერ ცხებულის საშვილად წოდებულო ხელმწიფეო. ეს არის უკვე მტკიცებულება ძმანოდა და იმიტომ რომ თუ ეს მოგონილია, მოგონილს არ ითხოვდა გრიგოლ ხანძთელი, არ იკადრებდა ეს სულიწმიდის ჭურჭელი ძმანოდა და რომ რაღაც ვარაუდს დაყრდნობოდა. ის რო ამბობს ამ სიტყვას, ის არის ნახტი და ნამდვილი. მაგრამ ვინმე თუ მისი ავტორიტეტი ეჭვქვეშ დააყენა, მაშინ აი მეორე მტკიცებულობა დანო მეფობაი და სათნოებანისა მისნი დაგიმკვიდრენ ქრისტემან ღმერთმან, რომლისთვის ამას მოგახსენებ, არა მოაკლდეს მთავრობა შვილთა შენთა, ანუ საქართველოს ნათესავთა მათთა, ქვეყანათა უკუნისამდე ჟამთა, არამედ იყვნენ იგინი მტკიცედ უფრო სკლდეთ ამ ხალხთა და მთათა საუკუნეთა და დიდებული იყვნენ უკუნისამდე. ესეც ვასრულდა ძმანოდა და რამდენი საუკუნე იყვნენ ბაგრატიონები. ეს რომ ყოფილიყო ტყვილი, ეს რომ არ ყოფილიყო სწორი სიტყვა, მაშინ სადღაც გაწყდებოდა ეს დინასტია რაღაცე მე-10 საუკუნე, მე-11-ში, მე-12-ში გინესის წიგნშია შეტანილი, როგორც მსოფლიოში ყველაზე გრძელი, ესე იგი სამეფო დინასტია, რომელმაც რომლის ხანგრძლივობა იყო 1000, ესე იგი მე-6 გვარავიდან თუ დავიწყებ ძმანოდა და რამდენი გამოდის 1000 მე-5 საუკუნე იყო ეს, მე-6 სწორად ეს გამოდის 1000 გვარავის მეფობა იმამდე, რა თქმა უნდა, გრიგოლ ხანძთელამდე. გვარამეფის ეს იქნება, რამდენი იქნება გავახსენე? 1600, გესმით 1600 იყო. 1500 წელი და იცი თქვენ მეფეები ხან 3 წელი იყო მეფე, ხან 4, ხან 5 ხანათი. 1600 წელი ძმანოდა და გრიგოლ ხანძთელის, ნუ კაი ერთი წელი და ერთი საუკუნე გამოვტოვო თქვა. გრიგოლ ხანძთელის ეს წინასწარმეტყველება ახდა აი ამ ორი რამით ჩვენ ვამტკიცებთ, რომ ეს იყო ნამდვილად ესე და არანაირი ვარაუდი არ არის, უთხოვარი მტკიცებულება ძმანოდა და ეხლა ვინ იყო გრიგოლ ხანძთელი თქვენ იცით და თქვენ იცით ასევე ძმანოდა დანო, რომ გრიგოლ ხანძთელი და მთელი ეს ხანძთის აღმშენებელი უდიდესი წმინდანები, უდიდესი განათლებული ხალხი ძმანოდა დანო მოამზადა ქართლის ერისთავმა, გაუქმებულიყო მეფობა, თორე მეფე იყო, აბა ვინ იყო? ნერსე ძმანოდა და ქართლის ერისთავმა და თქვენს ის ისტორია მას
იხსენიებს ნერსე დიდი ეს ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია. რატო იყო ნერსე დიდი? იმიტომ რომ მან იმ დროს ასე თუ ისე ცოტა მშვიდობა იყო არაბებთან, მაგრამ არაბებმა მიმართეს ასეთ ხელს. მშვიდობა არის აღარ ხოცავ ქრისტიანებს, მაგრამ ისლამიზაცია მიდიოდა. ესე იგი განახლებული სასულიერო პირები მოყავდათ და ისლამიზაცია მიდიოდა, ესე იგი თეორიული აგიტაცია მიდიოდა, რომ მიეღოთ ისლამ. ამ ბრძოლაში საქართველოს დამარცხდებოდა რო არა ნერსე დიდი ძმანოდა და რომელმაც ასევე ქრისტიანიზაციას ჩაუყარა საფუძველი, რომ მოამზადა ისეთი დიდი აგიტატორები, ისეთი დიდი მოციქულთა დონეზე, მოციქულთა ღვაწლი ჰქონდა, რა თქმა უნდა, გრიგოლ ხანძთელს, საბა იშხლერს, ქრისტეფორეს და ყველას, ვინც აღიზარდა ამ საოცარ ნერსეს სახში, რომელიც სულიერების აკადემია და აზროვნების აკადემია და აქცია ძმანობდა დანო და ნერსემ მოამზადა ისეთი ხალხი, რომლის წინაშე არაბი, ესე იგი მუსლიმი აგიტატორები ვერადას გახდნენ ძმანოდა და პირწმინდად მოიგო ეს ბრძოლა. იმიტომ აქ ამას დიდი მნიშვნელობა, რომ დღეს არ ხოცავენ ქრისტიანებს, მაგრამ ზუსტად უფრო დახვეწილად მიდის მარტო ისლამის კი არა ძმანოდა და ყველაზე საშინე ის არის, რომ მიდის, ესე იგი, სხვა სარწმუნოების იდეოლოგია მიდის, კათოლიკები თავისას აკეთებენ, ისლამისტები თავისას აკეთებენ, ბაპტისტები, პროტესტანტები თავისას აკეთებენ, მაგრამ ჩვენი სარწმუნოება, ჩვენი ღმერთმენი ჭეშმარიტ სარწმუნოება და ჩვენი წინაპრების ეს არის მართლმადიდებლობა და რომ არ დავკარგოთ და ყველაზე საშინლად ემძიან და ამაზე იხარჯება დიდი ფული, ეს არის ლიბერალიზაცია მიდის ძმანოდა დანო და თუ ჩვენ არ დავდგებით ძალიან ძლიერად და ჩვენ შვილებს უპირველესად და ჩვენი შვილები, რომლებიც შემდგომ გვეუბნებიან, რომ ან იძახიან მე ქრისტიანი არა ვარ, ან იძახიან მე არ მაინტერესებს ქრისტიანობა, ან იძახიან ფორმალურად ვარ ქრისტიანი, მაგრამ წყალებში თუ წყალებოდ მოღალატეები არიან თავის სამშობლოსი, თავის ქვეყნის, მე არ მინდა ამ ჩეურაცხვა მივაყენო, მე ამით მინდა უბრალოდ გამოვაფხიზლო ეს ახალგაზრდობა, რომ რასებს საფურებიან, როცა ადამიანი ამ პლატფორმაზე დადგებით, ძმანოდა და თუ შენ უნდა დაიცვა შენი წინაპრების სარწმუნება, უნდა დაიცვა ჭეშმარიტი სარწმუნება, უნდა დაიცვა შენი სამშობლო და არავის მიცე უფლება, რომ ესე სულში ჩაგვაფრთხოს. ეს არის კაცობა, თორემ აი იმ სიბილწეს და სისულელეს, რასაც ზოგიერთი უმაღლეს სასწავლებელი ასწავლის ძმანოდა დანო, ეგეც სწავლას და განათლება ჯობია საერთოდ არ მიიღო არანაირი განათლება ძმანოდა დანო, რა თქმა უნდა მიიღო განათლება სწორი და ნორმალური. აი ესეთ მდგომარეობაში ვარ ჩვენ, ხელიდან ვაცვლიან ქრისტიანობას და თუ როგორც მაშინ გრიგოლ ხანძთელი და მთელი ის დიდებული ქართველობა არ და დღესაც არ დავდექით ფეხზე, ჩვენ უბრალოდ წავართმევთ ძმანოდა და ძალიან უნდა ძლიერად ვიყოთ და ძლიერად ვიბრძოლოთ. მაგრამ მე იმედი მაქვს ჩვენი ახალგაზრდობა, როდესაც ეკლესიაში გაზრდილი ახალგაზრდობა, როდესაც გარეთ გაბა და დაინახავს კი შეიძლება პირველად მოეწონოს და ასე შემდეგ თქვას ის კარგი ეს კაია, ის რაღაც ფობიად მოეჩვენოს რაღაცები და ასე შემდეგ, მაგრამ მე რომ მიხდება რა სიბირძულეში ამოყოფს თავს ძმანოდა და რომ მიხდება და გაახსენდება ეს ბავშვობის წლები, თუ რას ასწავლიდნენ აქ, რა იდეებს, რა დიდებულ რამეს ფსიქოლოგიურად ქრისტიანობის გარეშე ადამიანი არ იქნება ნორმალური ძმანოდა და თუ მარადიულ ცხოვრებას არ შეითვისებ, არ იწამებ, მაშინ ფსიქოლოგიურად უკვე ჩიხში შესული ხარ ძმანოდა და აუცილებლად რაღაც სავალალოს გააკეთებ, ღმერთმა დაიფაროს და ჩავდა. კაცი გრიგოლ ხანძთელი იყო მადლითა სავსე, განსრულებული სიბრძნითა, დიდი მღვდელი, კეთილად გამგებელი მოღვაწე, უდაბნოთა ქალაქ
ყოფილი ზეცისა კაცი და ქვეყანის ანგელოზი სანატრელის სულიერი მამაი და წინამძღვარი აი როგორი იყო გრიგოლ ხარცთელი ძმანო და დანო რომელმაც პრაქტიკულად კი თვლით ჩვენ მე-12 საუკუნეს ოქროს ხანას მაგრამ მე ჩემებურად ვიტყვი ოქროს ხანა იწყება გრიგოლ ხარცთელისგან ერისთავის ცხოვრებით ძმანო და დანო თემურ ისა მურმან ყრუს მიერ განადგურებული და მიწასთან გასწორებული საქართველო მათ დაიწყეს აყვავება და იცით თქვენ რედაქციის დაუკლარჯეთი ძმანო და დანო დღესაც გამშიფრებაში არიან სოფლიო კულტურის საგანძურშია შესული დაუკლარჯეთის ძეგლები დაუკლარჯეთის ტაძრები ძმანო და დანო სოფლიო კულტურის წარმოიდგინეთ რადონეზე აკეთებდნენ ყველაფერს მეფეები, მღვდლები, ხსვენოდეთ მათ, ვინც ლანცხავს მღვდლებს და ამბობენ, არაფერი მღვდლებს არ გაუკეთებიათ, ხსვენოდეთ და გაიხსენოთ და გაახსენოთ თქვენ ყველას, რომ პირველი ჩვენი წიგნი იაკობ მღვდლის, ანუ ხუცესის დაწერილია, ძმანო და დანო. ასევე ჩვენი აგიოგრაფია იმენ დღეს დილით ჩამოვწერე, რომ ძალიან ბევრი რა თქმა უნდა დაკარგული იქნება. მაგრამ ის რაც შემოგვცა მე-5 და მოყოლებული ვიდრე მე-11 საუკუნის დასაწყისამდე ძმანო და დანო ეს არის ავტორებიც ყავს ზოგიერთ და უცნობი ავტორებია ეს არის ძმანო და დანო შუშანიკის წამება გენიოსი მღვდლის იაკობ წურტაველის დაწერილი ეს არის ესე იგი სიბრძნე ეს ერსტატი მცხეთელის უცნობი ავტორის, მაგრამ გენიალური ავტორის, ეს პირველი გენიოსი აგიოგრაფისტი წერალი, ძმანო და დანო. შემდეგ ეს არის სიბრძნე ბალავარისა ასევე უცხო ავტორობა, მაგრამ ამბობენ, რომ ეს არის გიორგი თაცმიდელის გაწერილი. მაგრამ კაი იყოს ცნობი გიორგი თაცმიდელი ხო გენიოსია კიდევ პლუს ერთი გენიოსი ყავს დამატებით მეორე უცნობი გენიოსი ჰაბო სწამება იოანე საბანიძე ეს უკვე ჩვენთვის ცნობილი გენიოსი წერალი კონსტანტი კახის სწამება ძმანო და დანო უცნობი ავტორი გენიალური ნაწარმოები აგიოგრაფია სტეფანე ტბევარი გობრონის სწამება ამას უკვე ავტორი ყავს და გენიოსი შემდეგ დავით და კონსტანტინე ეს რაღაც აი ძალიან ამაღლებული აგიოგრაფია ძმანო და დანო სამწუხარო ყავს არის უცნობი ავტორი რა თქმა უნდა გენიალური აღარ ვიტყვი ამას გენიალურია ყველა ვისაც ჩამოვული შემდგომ ჩვენ გვაქვს კოლაერ ყმართა წამება ჩვენი ესე იგი აგიოგრაფიული ნაწარმოების ძალიან მცირე ერთფურცლიანია და ცოტა კიდე გადადის ერთი ფურცელი ძმანო და დანო ისეთი უბრალოა შეიძლება ვინმე უცნობი ავტორია შეიძლება ვინმე თქვას რომ ეს აგენიალობა მაგრამ ძმანო და დანო დააკვირდები ისე კარგად იწყება ისე კარგად თავდება ისე კარგად თქვენ ამ ერთ ფურცელში კაც შემოყავს ესე იგი ისე აპარაკობს უბრალოდ მაგრამ აი გეგონება მთელ რომანი წავიკითხე ძმანო და დანო ესე გეგონება შემდეგ ნინოს ცხოვრება უცნობი ავტორი ნუ ეს რაღაც სასწაული ბასილ ზარზმელის სერაფიმ ზარზმელის ცხოვრება გიორგი თაცმიდელი იოანე და ექვთიმეს ცხოვრება ეს ყველაფერი სულ არ არის ბევრი ძმანო და დანო სულ არის აი მე ამოვწერე 6 ისა 7 ავტორი არის ესე იგი ნაწარმოების და 8 უცნობი ავტორი ძმანო და დანო შეიძლება 9 მე შეიძლება აი სულ ეს არის ჩვენი აგიოგრაფია და სათითაოდ უნდა ვისწავლოთ და შევიყვაროთ და შევაყვაროთ ჩვენ შვილებს ძმანო და დანო მე ერთი სასწავლო ნაწარმოებებია ლიტერატურული კუთხითაც და მეორე ძმანო და დანო მთელ ევროპაში დავანებოთ თავი იტალიას და საბერძნეთს დავანებოთ ერთი კუთხით თავი ამასაც გეტყვით დანარჩენი იტალიასა და საბერძნეთის გარდა აბსოლუტურად აი ამ პერიოდში მე-5 საუკუნიდან მე-11 საუკუნე ჩვენ ძმანო და დანო ყველას ჯობი ვართ ყველა ქვეყანას ყველა ევროპულ ქვეყანას ბელგია დანია ნიდერლანდები რა ვიცი რომელი ავიღოთ გერმანია
ამ ხელა ქვეყანა წარმოიდგინე, ავიღოთ თუ კიდე აი კიდე დიდი ქვეყნებიც კი და ეს ევროპული ქვეყნები, მათი პირველი ჩვენი ხო არის მეხუთე საუკუნის შუშანი, თან გენიალური ნაშრომი, მათი პირველი წიგნი არის ძმანოდანო მე-9, მე-10, მე-12, მე-13, მე-16 საუკუნის აი მაგალითად ლიტვა, ლატვია, ესტონეთი, პოლონეთი და ასე წარმოიდგინეთ პირველი წიგნი და ისეც როგორი წიგნებია იცი მაგალითად აღწერა ვიღაც თავადის ანტიკვარული იმის რა ქვია ესე იგი უმნიშვნელო რაღაცა უთემო და ასე შემდეგ შვედს რაც შეეხება იტალია საბერძნეთს ჩვენ აქაც შეიძლება ვთქვათ რომ მათ შეგვიძლია შევეჯიბროთ ჩვენ მათ აი ექვთიმე მთაწმინდელი არა მაგარი ჩამოყვი იმიტომ რომ ექვთიმე მთაწმინდეს ესეთი ასე ვთქვათ ორიგინალური ნაშრომი არ ქონია ასე მე ასე ვიცი სულ თარგმანი ხო მაგრამ კაცმა ეს ექვთიმე ხო ალბათ ყველაზე გენიალური იყო ძმანო და კაც რომელსაც შეეძლო ეწერა უამრავი თავისი ესე იგი ნაშრომები არა გადაერთარგმნა არამედ თავისი ეწერა და იქნებოდა მწვერვალები ძმანო და კაცმა თავი გაიმეტა საქართველოსთვის და თარგმნა ყველაფერი და საბერძნეთის გვერდზე დააყენა ქართული ესე იგი ქართული სწავლულების ესე იგი ლიტერატურის დონე დააყენა საბერძნეთის დონეს აი ამას შეწირა ყველაფერი თარგმნა გენიალურად თარგმნა ძმანო და ექვთიმე მთაწმინდელი აი ეს როგორ აიცი ჩვენ ბერძნებს იმ პერიოდში კი არ უვარდებოდი თქვენ კი ისინი კი არ იყვნენ მაღლა და ჩვენ ქვემოთ ძმანო და არამედ ეს იყო ესე იგი აი რომ მის ყვალდაკვალ მიდიხარ აი ძალიან ხო მოყავს ივანე ოქროპლისსაც მაგალითები სპორტული შეჯიბრებები და აი თანამედროვე მაგალითი რო ავიღოთ ფეხბურთში როგორ ბარსა და რეალი აი ესე ვიყავ არ ჩამოუვარდებოდით არაფერს ძმანო და ისეთი ძლიერი იყო ლიტერატურით ცენტრები ძმანო და ჩვენი ათონის თავზე პეტრიწონში შავთაზე სინასთაზე ძმანო და მთელი საქართველოს ჩვენი მონასტრები იყო ცენტრები სულიერების და მწიგნობრობის ძმანო და თვითონ აი პავლე იგოროვ ამბობს რომ თვით და სხვა მეცნიერებს რომ თვით ეს საინტერესო ლექსი იოანე ზოსიმესი დიდება ქართულისა ენისაი თვითონ პოლემიკური ლექსია აი იქ და მართლაც ესე ჩანს თითქოს ის ბერძნებს ებრძვის იქ ეთქვა ბერძნები ჩაგრავდნენ და ბერძნებს ებრძვის და ამბობს რომ ჩვენი ენა არ არის ნაკლები და უფრო მეტიც არის ხო გახსოვთ ეს გენიალური და გავიხსენოთ თუ გინდ და აქედან ჩანს რომ ჩვენ არ ვიყავით ნაკლები როცა მე-11 საუკუნეში ბერძნებმა ატეხეს ერთი ამბავი და მე ხა ბერძნები სასწაული ხალხია და არაჩვეულებრივი ხალხია და ძალიან მოწყვეტს საქართველო მაგრამ არის ეს სული როგორც თქვათ რუსეთშია რაღაც ისეთი სული შოვინისტური იქაც არის და დღესაც ებრძვიან რომ იცოდეთ საქართველოს დღესაც ზოგიერთი მათგანი აღარ დავწმუნდები ეხლა და მიხვდებით ყველაფერს თქვენ და დღესაც უნდათ რომ ჩაევინოთ ჩვენს საეკლესიო ცხოვრებაში და ერთი ამბავი ატეხეს მე-11 საუკუნეში რომ საქართველოს უნდა დამორჩილებოდა ანტიოქიას ისინი გასული არიან თვით ნებურად და რეები არ უთხოვეს თეოდოს ანტიოქიის პატრიარქს პატრიარქი დააჯერეს რომ მათ არაფერი არ იციან რომ გაუნათლებელი ხალხია არაფერი არ აქვთო ბერძნული არავინ არ იცისო და მოკლედ მიწასთან გაასვლა და პატრიარქმა იფიქრა ალბათ სწორია ეს ჩემი ხალხიო და მოიწვიოთ კრებაო და დავიმორჩილოთ საქართველოს მაგრამ ვიღაცას უნდა ველაპარაკო და მომიყვანეთ ვინმე ბერიო და მოუყვანეს სხვა გზა აღარ ქონდა გიორგი მთაწმინდელი მოუყვანეს და როდესაც თქვენი ციტეს ორატორული სიტყვა ჩვენი ქართველი წმინდა კაცის ძმანო და რა სიტყვა უთხრა პატრიარქს და მემატიანი ამბობს რომ ცხვირებიო ბერძნებმაო ჩარგესო ძირსო ვეღარ წამდა თავსო სიტყვილითო და პატრიარქიო თეოდოსმაო გადახედაო ბერძნესო იქნებ ვინმე აწვევს თავი და ამიხსას რა ხდებაო და ბოლოს გაეღიმა კიდე კაი უმორის გზნობა ქონია პატრიარქს ანტიოქიის ძმანო და წარმოიდგინეთ ესე იგი გაიცინა პატრიარქმა და თქვა
ხედავთო თავისიანებს უთხრათ. მოდიო შევწყვიტოთ კრებაო, თორე ეს ქართველიო ისე ისამსორო ჩვენ კი არ დავიმორჩილებ საქართველოს ეკლესიასო. საბერძნეთის ანტიოქიის ეკლესია იქნება დამორჩილებული საქართველოს ეკლესიას. ეს არის ფაქტი, ეს არის იმის მტკიცებაც მანო და დანო ჩვენ მაშინაც და მე მგონი ეხლაც ჩვენ არ ვართ არავის ნაკლებიც მანო და დანო. თქვენ იცით რომ კაი ხარ ვარ გამიწერდეს თუ მექნა საშუალება ეხლა უნდა მეთქვა მე ბოლოში გეტყვით. მოდი გავაგზავნოთ გიორგი მერჩულეს გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება. ეს რაღაც ძალიან აღმავლებული ძმაო და ეხლა ჩვენ აღარა გვაქვს დრო, მაგრამ მე მინდა ასევე გალაქტიონის ლექსით შევეხმიანო პერიფრაზე გავაკეთო მცირედი რა განძი ქონი, რა მხნე, რა მდიდარი ჟღერს სიტყვის ჰარმონია დარობს რა მდიდარი ეს გენიოს მერჩულე ძმანო და დანო ესე იგი წერს რომ საშობგანვე დედის შეწირული იყო ღვთისა დედისაგან თვისისა ვითარცა სამუელ წინასწარმეტყველი და მარხვა საშინა იზრდებოდა და მსგავსად წინამორბედის არამე თუ ჩვილობიდან ღვინო და ხორცი არ შეხდა პირსა მისცა ვინაიდან ქრისტესაგან ეკუთვნა სული თვისი თავისუფალი იყო იგი სიმღერისაგან ბრმათასა და ყოვლისაგან აღრევისა სტაისა და მარტოდ იყოფინ ამისთვის დაყუდებულ უწოდია მას სახელი. ძმანო და დანო მე მინდა ამ გენიალური აგრეგრაფიული ნაშრომიდან წაგიკითხოთ კიდევ ერთი ადგილი ძალიან მნიშვნელოვანი ძმანო და დანო ესე იგი რომელიც ჩვენ უნდა ამოვიწეროთ ჩვენ შვილებს შვილიშვილებს ჩვენ თვითონ ჩვენ თავს ძმანო და დანო აი კედელზე მივაკრათ და ფონდეს როგორც ფორმულა ჩვენი სულიერი და თუ გინდათ ყოფითი ცხოვრებისა ძმანო და დანო ხოლო გულისხმიერება ისწავლისაი განსაკვირვებელი იყო ფრია ესე იგი ისეთი დიდი სურვილი ჰქონდა განათლების და წიგნის კითხვის ძმანო და დანო რომ განსაცვიფრებელი იყო ფრია ეს რასაც მე ახლა ვკითხულობ ეს მარტო გრიგოლ ხანძთელის არ ეკუთვნით ეს ქართველი კაცის დამახასიათებელია ძმანო და დანო თქვენ იცით ჩვენი მეფეები რო შეადაროთ სხვა მეფეებს ევროპის მეფეებს თქვა ხო რაღაცა საზომი ეს ევროპა და აჰა ყველაფერში ჯობი ვარ და რა ვქნა საზომს ვიღებ და ჩვენ ჯობი ვარ იქ ევროპაში მეფეები ზოგიერთი იყვნენ განსაკუთრებით დასავლეთის მეფეები ძმანო და წერა-კითხვის უწოდინარი მეფე ჩვენი მეფეები ძმანო და დანო ჩვენი მეფეები იყვნენ წიგნობარნი ძმანო და დანო სულ სად რო დაიქცა საქართველო და თითქმის აღსაგველად იყო გამზადებული მიწისაგან პირისა მაშინაც კი ქართველი მეფეებს წიგნი ხელიდან არ გაუშვია და თქვენ წარმოიდგინეთ ზედიზედ მიყოლებით მთელი მე-17-მე-18 საუკუნე ძმანო და დანო ქართველი მეფეები იყვნენ პოეტები და იმ დონის პოეტები რომ თეიმურაზ ესე იგი მეფე პოეტი თეიმურაზი ფიქრობდა რომ რუსთაველზე მეტი იყო ძმანო და დანო ალბათ შეიძლება ვინმე მიფიქროს ეს სულელი ყოფილა მაშინ სულელი არ იყო თეიმურაზი ძმანო და დანო უბრალოდ იმდენად დიდი ნიჭი ჰქონდა პოეზიის ძმანო და დანო რა თქმა უნდა თავდაპირველად უნდა დაფარო ეს მაგრამ ვერ ფარავდა ასევე გალაქტიონი ეს არ არის კაი საქციელი რა თქმა უნდა მაგრამ მე ვამბობ ამ ნიჭის აღიარებას გალაქტიონი ვერ ფარავდა გახსოვთ თქვენ ხეების ბიან მიტკამათლები და ყვავილების არის მრავლობა ჩემთვის დღესავით არის ნათელი რა სიტყვის ჩემზე შთამომავლობა ესე იგი გალაქტიონი აი ლევან ბერძენიშვილის აქ ლექცია 21 საუკუნის წინათ ქმნიდნენ ქართულ ამბავს აქაო ეს აზრი ჩატარებული რომ ჩემთვის ქმნიდნენ რა თქმა უნდა გალაქტიონისთვის არ იქნებოდა ის მარტო მაგრამ ამით იცი რა თქვა გალაქტიონმა რომ მან ქართული პოეზია ეს ქართული ენა ეს ქართული ამბანი რაც დანიშნულებაა ქართული ენის რომ ესე იგი არა მარტო მეტყველების არამედ შემდეგ პოეზია და პროზა ეწერათ მან ყველაზე დიდებულად გამოთქვა და მართლაც გალაქტიონის პოეზია არის მწვერვალი ძმანო და დანო ქართული პოეზიის შოთა რუსთაველთან ერთად თვითონ აქვს ხო ესეთი ირონიული კარგი გაგებით ირონიული ლექსი ერთი ლექსია არ მახსოვს მაგრამ ესე ამთავრებს ხოლმე
ვაჟა, ილია, აკაკი, შოთა და უიგულისხმებ გალაქტიკა. ხო და აი ესე ემართებოდა თეიმურასაც, მანოდადა პოეტ თეიმურას პირველს და მას ძმანოდა დანო, ესე იგი ეს ქართველი კაცის თვისება, რომელიც ძალიან დიდად და მომეტებულად ჰქონდა გრიგოლ ხანძზე. რამე თუ სწრაფხოლოდ დაისწავლა დავითი ხმითასა, სწავლებელი სწავლა ის საეკლესიო სამოძროი ქართულსა ენასა შინა ყოველი დაისწავლა და მწიგნობ რაიცა ისწავლა მრავალთა ენათა და საფრთხონი წიგნის ზეპირად მოიწვა. ბიბლია იცოდა ზეპირად ეხლა ავტორია რომ ისეთი ავტორიტეტულია ეს გიორგი მერჩულება ნამდვილად ესე ძმანოდა და სასწაულიც მანოდა ხოლო სიბძე იგი სოფლის საფეროზე ისწავლა კეთილად ჩვენ როგორ ვნებიან უნდა ვისწავლოთ თუ არ ვისწავლოთ სხვა რამე უნდა ვისწავლოთ მაგრამ ისე კი არა რომ წაიკითხავ იმ ნიჩეს და გადახვალ იმის ჭკუაზე ესე კი არ უნდა წაიკითხავ რომ წაიკითხავ ნიჩეს მანოდა და ნახე რომელი პოვის სიტყვა კეთილი შეიწყნარებს ხოლო ბოროტი განაგდის აი ესე უნდა რას კარგს ნახავ შევიწყნარ რაც ცუდს ნახავ განვაგდო აბა ეს როგორ უნდა შეიწყნარო ერთი არ არის და ასე შემდეგ ძალიან ბევრს ვისაც აქვს ეს გამონათქვამი ერთი მოვდა და ასე შემდეგ ეს ხო ბოროტება აქ ასამარებს შენ თავს ზმანოდა და რაც კეთილია რა თქმა უნდა შევიწყნარო წავიკითხო და შევიწყნარო და მოკლედ ძალიან რომ არ გამიგრძელდეს ზმანოდა და სიტყვა იმიტომ რომ ეს სხვა ოკეანია სიბრძნის მანოდა დანო მე ალბათ უკვე ახლა ბოლოსკენ წავალ მაგრამ არ შემიძლია რომ არ ესე იგი არ შევეხო ერთ თემას ეს არის ჩვენ არ გაგვიხილი ეს საკითხი მანოდა დანო ეს არის მეფე თქვენ იცით ამ დროს დაუხლარჯეთში არის ცენტრალური მეფე არის მეფეები თანამეფეები მანოდა ერთ-ერთი ესეთი თანამეფე ეს არის ესე იგი გვარა მამფალის მანოდა და ნახეთ ახლა როგორი პიროვნება იყო გვარა მამფალის მანოდა და ესე იგი დიდს უწოდებს დიდს გრიგოლ ისა გიორგი მერჩული თქვენ იცით რომ დიდს ესე არ იმედებს ისტორია ყველაზე დიდი იყო აშოტი რადგან მან დანგრეული მურმან-ყრუსაგან დანგრეული საქართველოს აღორძინება დაიწყო და რა თქმა უნდა დიდია. წინვალე ბრძოლებში დაამარცხა მუსლიმებიც მანოდა და ასევე დიდს უწოდებს დავით მეფეს მანოდა დანო ეს თორნიკეების თავმჯდომარე ჯარში მხედართმთავარი და რომ იხსნა ბიზანტიის იმპერია სრული კახისაგან და განადგურებისაგან თორნიკეების თავის არაჩვეულებრივი აკაკი წერეთლის პოემაც მანოდა და რომელიც ასევე ამ პოემაზე უნდა აღზარდოთ ჩვენი შვილები მანოდა დანო აი ეს ის დავითია მანოდა და აი ეს დავითი იყო ისეთი მწიგნობარი 4 თავით სააშენი რომ ბიბლიოთეკაზე სული მისდიოდა მანოდა და მან ააშენა ისეთი ბიბლიოთეკა მე ხა ვეღარ ვიხსენებ ავტორს სადღაც წავიკითხე მე ან პავლე ინგოროვასთან მან და ჩვენმა მეფეებმა ააშენეს ისეთი ბიბლიოთეკა და რუსი წერალი და მოგზაური აღწევს ამ ბიბლიოთეკას თქვენ წარმოიდგინეთ იყო დიდი გუმბათი და სამწუხაროდ თურქებმა დაანგრიეს და დიდი დარბაზი ეხლა მოწამოიდგინე და ამ გუმბათიდან შუქი მოდიოდა სამკითხველო დარბაზი ჰქონდა თქვენ გესმით თქვენ რა ყველაფერი გათვალისწინებული და ეს იყო კაცი რომელმაც შეუთვალა დიდი ამიტომაა ეს დავითი მანოდა და მეფე დავითი შეუთვალა გიორგი მთაწმინდელს ექვთიმე მთაწმინდელს თქვენო და მამებს ყველა ცენტრებს თქვენ მარტო წერეთ თარგმნეთ წიგნები და გამოგვისწავლოთ ჩვენ უზნურველ ვყოფთ ყველაფრითო უპირველეს ყოვლისა მშვიდობითო ის ივერიის უზარმაზარი მონასტერი მანოდა დანო არის დავით მეფის დამსახურება თორნიკეების თავის და დავით მეფე თქვენ იცით 10,000-ზე მეტი ქართველი გავიდნენ და სიცოცხლის ფასად იმხელა ნადავლი აიღეს შემდგომ რომ ეს შეწირეს ათონიშთა და იქ ააშენეს ამ შეწირულობით ივერთა მონასტერიც მანოდა და
დიდს უწოდებს აგრეთვე ისტორია გვარამ მამფალსაც. უცნაურია თითქოს შეიძლება ვიფიქროთ რა არის ეს დიდი, მაგრამ ძმანო და დანო, როდესაც ზუსტად გიორგი მერჩულეს ამ ნაწარმოებში და სხვა ისტორიულ ესე იგი ქრონიკებს ჩვენ გადავათვალიერებთ, დიდი იყო გვარამი, აბა რა იყო ძმანო და დანო, რომელმაც საქართველო ყველა აი რო არის ცნობილი ჩვენ ხო ვიცით რომ არარატი ეს სომხები და ჩვენი ხალხია ჩვენია არარატი იძახიან ხო? არარატი სულ თავიდან თუ დავიწყებ ისტორიას ქართველებით იყო დასახლებული. არარატის ირგვლივ სოფლები ეს ჩემი სიტყვები არა ისტორიკოსები ამბობენ ძალიან ცნობილი ივანე ჯავახიშვილი, სიმონ ჯანაშია, ნუ ვიღაცები კიდე არ მახსოვს კორნელი კეტელიძეც მე მგონი ყაურჩიშვილი და ასე შემდეგ და ერთი ესე რო არ დაიხუროს. და მე გუშინს უცნაური უკან გავაკეთე თითქოს გემის კაიუტაში ვიჯექი და იქ ნახეთ ძმანო და დანო. აი ახლა მე თქვენ უბრალოდ თვალსაჩინებისთვის ეს კარგად არ გამოჩნდებთ. აქ არის სირია, აქ არის ერაყი, აქ არის ირანი. მან გვარამ მამფალმა ძმანო და დანო. მხოლოდ ქართული ტერიტორიები, სხვისი ტერიტორია არ მინდაო. ტაო-კლარჯეთიდან მოყოლებული ჩამოვიდა არარატიან ვანის ტბამდე ეს სულ მთელი ტერიტორიები აიღო და ქართველები დაასახლა და ამით აღადგინა სამართლიანობა, რომ ქართველები დასახლებული ძველი ადგილი კვლავ ქართველები დაასახლა. ის აღარ წამოვიდა წინ შეეძლო ეს ადგილები, მაგრამ რადგან ეს ადგილები საქართველოს უხსოვანი დროიდან არ ეკუთვნოდა, აღარ წავიდა. მაგრამ ეხლა უკაც რო შეხედოთ არ არის ეხლა თლად ახლოს, მაგრამ თითქმის თქვა საზღვრამდე მოვიდა ირანის, ერაყის და სირიის მანო და დანო. როცა ადამიანმა ასეთი რამ ჩაიდინა მას, როგორ შეიძლება პატარა უწოდა, ხო? ან მცირე გვარამ ჭეშმარიტად იყო მანო და დანო, დიდი და არა მარტო ეს, ასეთი კაც წიგნი ეჭირა მარად ჟამხელში. წიგნი, როგორც დავით აღმაშენებელს, წიგნი და ხმალი და ზოგჯერ ხმალს რომ უნდა მოეშველებინა უკვე დავით აღმაშენებელს ისტორიიდან ისევ წიგნი ეჭირა და ერთხელ ტინახამ მოკლეს კიდევა წრემა დაუხვირეს რასჭამი მეფეო წიგნი განაგდეო და ხმალი აიღო ესე გაერთო წიგნის კითხვაში ძირითადად სულ სასულიერო წიგნებს კითხულობდა რა თქმა უნდა და ნახეთ რას ამბობს მემატიანე ძმანო და დანო რომ გვარამი კრება მოიწია თქვენი თვით გვარამმა მრავლით ჟამიდან არა მეხილამე მამაი გრიგოლი არამედ მასმიოდა ვითამედ ბრძენთაგან შეუცავი სიბრძნე მისი შეცვალებულ არს სიბერითავ და პირველ სმენილი პირველად ვიხილეო და გაცვიფრებული ვარო სუფრაზე უნება ამას მანო და და ჟულისაცა მრავალთა სიტყვათა იტყოდაო გვარამი მრავალთა სიტყვათა იტყოდაო და აქ როცა ამას ვიტყულობდი ამ გუშინ თუ დღეს რაღაც მახსოვს ესეთი სიტყვები წამოვსდა ძმანო და ოხ გვარამი ისა ოხ მერჩულე რა იქნებოდა ეს სიტყვა ერთი ჩაგეწე მაგრამ როგორც მერჩულეს როგორ ეთქმის აბა საყვედური ძმანო და რა დაგვიტოვა რა განცი მაგრამ კარგი კი იქნებოდა გული წყდება მაგრამ კიდე კაი აღნიშნა ბევრი თქვა რომელი არა შეგავს ერის კაც და რამე თუ იყო იგი ფრიად სიტყვა ხელოვან ეს გვარამი ყოფილა დიდი ორატორი ძმანო და გესმით არაბებს მუსლიმებს იმ დროს პუტი თქვა ასროლინა ძმანო და ყველა ქართული ტერიტორიები რაც კი მათ ჰქონდა დაპყრობილი დაიბრუნა ასეთი კაცი ორატორი კაცი ყოფილა გესმით ძმანო და აი რა ქართული კაცის ბუნება და თუ ჩვენი წინაპრები ესე იდგნენ ძმანო და და პუტი თქვას ასრულებდნენ ტერს ფიზიკურად როცა შეგვეძლო მაგრამ კიდევ ვიმეორებ დღეს ისეთი დროა რომ თუ ნერსენ მხოლოდ სიტყვიერად გაიმარჯვა და საფუძველი ჩაუყარა საქართველოს ბედნიერებას და საქართველოს ძლიერებას მანო და დღესაც თუ ჩვენ თვითოული ჩვენთაგან ჩვენ მართლმადიდებლობას შევისწავლით და ვიცავთ მანო და
და ჩვენ ამის ნიჭი გვაქვს, როგორც ხედავთ ამ ჩვენი წირაფლები და მომდინარე ზმანო და დანო, ეს გენი არის, მაშინ ჩვენ კუდით ქვას ვასრულნებ ჩვენ ტრებს დღესაც ზმანო და დანო. ლიბერალებს და ყველას, ვისაც უნდა საქართველოს დაპყრობა. ვისაც საქართველოს დაპყრობა არ უნდა და მეგობრობა უნდა, მუსლიმით ჩვენი მეგობარია, კათოლიკით ჩვენი მეგობარია, ლიბერალით ჩვენი მეგობარია, მაგრამ თუ მათ უნდა ჩვენი წართვევა მეგობარი რა გაგებთ, რომ ჩვენ არავის არ ვემტერებთ, მაგრამ თუ ისინი სულში ჩამოძრებიან, ჩვენ სულიერი მახვილი, ანუ ეს განათლება, ბიბლიური, საეკლესიო განათლება, უნდა ვიშიშვლოთ ეს სულიერი მახვილი, როგორც ჩვენ დიდი წინაპრები ზმანო და დანო და გავანადგუროთ და მათი იდეები ზმანო და დანო. ეხლა მე ვამთავრებ ჩემს სიტყვას და მინდა ესე დავამთავრებ. დღეს ბევრი ამბობს, რომ იცი რა მამაო, აგე ირანი და ირანმა გვაჯობა. ანუ მე რას ვამბობ, რომ კი მაშინ ღმერთი გვეწეოდა ზოგიერთი ამბობს, მაგრამ მე-13 საუკუნიდან ეს არ არის სწორი ანალიზი. ჩვენ გვაქვს გაკეთებული ანალიზი და ყოველ დროში ღმერთი გვეწევა თუ ღვთისკენ მივიხედავთ, გავიხედავთ ზმანო და დანო. და მე მინდა ამაშიც კი დაინახოთ თქვენ დიდი და უნდა დავინახოთ რა თქმა უნდა, რომ საბჭოთა კავშირის დროს, როცა წართმეული იყო წმენა და ყველაფერი, ღმერთი როგორ უყურებდა საქართველოს, ერთ-მეხუთე დედამიწის ერთ-მეხუთეზე ჩვენ ვიყავით პირველი რესპუბლიკა ზმანო და დანო. ყველანაირად, სწავლულები, ეკონომიურად, ყველანაირად, სპორტულად, პოლიტიკურად და სხვა ქვეყნებსაც ბევრსაც ჯობდით ზმანო და დანო. ესეთი დაჩაგრული, ესეთი თითქმის გავერანებული, თითქმის მკვდარი, ფერფლად ქცეული საქართველო მაინც პირველი იყო ზმანო და დანო. და მე ხა უბრალოდ არ მინდა რაღაც პოლიტიკაში ჩამეთვალოს და ამიტომ დღევანდელ ანალიზს მით უმეტეს არჩევნების წინ არ გავაკეთებ. მაგრამ თუ კარგად დავიკვირდებით პოლიტიკის გარეშე, დღესაც კარგად ყვავის საქართველოს ზმანო და დანო და დღესაც ბევრს სურს საქართველოს ზმანო და დანო. და ამითი დავამთავრებ. ნახეთ, ავიღოთ ირანი და საქართველო. მე იმიტომ ვამბობ, რომ ვიღაცა მითხრა ადრე, რომ აი ირანმა გვაჯობა 70 მილიონიო, ჩვენ 3 მილიონი ვარ, თო მართალია საქართველოს მოიკოჭლებს და ჩვენი ბრალი ეს ზმანო და დანო. მიუხედავად ამისა, ერთ კითხვას დაგისმებ და თვითონ უპასუხებ და კომენტარი აღარ გჭირდება. ირანელები გიждდებიან საქართველოს და მორბიან აქ, თუ ჩვენ გიждდებით ირანზე და მივდივართ იქ. საკმარისია ეს კითხვა დავსვათ და უპასუხეთ შემდგომ თქვენ და ყველა ვინც ამას გეტყვით, რომ ირანი ჯობია საქართველოს დღეს და ვითომ ღმერთი ჩვენ არ მოგხედა და ასე შემდეგ და ასეთ ღვთისმოველობის ნაცვლად გავიაზროთ. პატრიარქი ამბობს ანალიზის უნარი ვისაც არ აქვს, ის საწოდავი ადამიანი. სწორი ჭეშმარიტი ანალიზი. დაგლოცო რიგორ ხანძთელის ლოცვი და მიწაწყალზე იქ დაუბრაჯეს გაწყვეტ მამათა და ლოცვი დაგვაწვირ ჩვენ მეხმა ამ ცოტა გამიგზავნა სიტყვა, მაგრამ ისა